9 აპრილის დღეს ტიტები უხდება, თამრიკოს ტიტები. როგორ ელოდებოდა ამ დღეს თამრიკო? ელოდებოდა იმ შორეული 9 აპრილიდან მოყოლებული, როცა დაიწერა და გაჟღერდა სიმღერა ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები, გავუთბოთ ერთმანეთს გულები. ეს იყო თამარ კვარაცხელიას ცხოვრების კრედო, მისი მრწამსი და ადამიანობის ქვაკუთხედი. დღეს 9 აპრილია, ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული მოვლენით. 9 აპრილს პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და ამავე დროს ვზეიმობთ საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიული აქტის მიღებას. 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში დარჩება როგორც სიმამაცის, თავისუფლების, ქართული სულის გამოღვიძებისა და თავგანწირვის სიმბოლო. ეს იყო ტრაგედიაც და გამარჯვებაც, რადგან ყველამ დაინახა, ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ, მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს. დღეს კიდევ უფრო მწვავეა ეს ტკივილი, თამროს არ ყოფნით გამოწვეული. მწვავე მეტადრე, როცა მის ნაფერებ მიწაზე, მის ეზოში ძალუმად იფეთქეს ტიტებმა, გაიხედ გამოიხედეს და ვეღარსად ნახეს თავიანთი მშვენიერი მასპინძელი, დაუღლელი, მათი ფერადოვნებით ავსებული, მშვენიერი თამარ-ქალი. ახლა რინოს კვარაცხელიას ლექსი მახსენდება, ადრე დაწერილი, როცა მისი შვილები პატარები იყვნენ. აი რას წერდა მაშინ პოეტი. შვილები, ჩემი მეორედ მოსვლა, თამარი ჩემი, ვახტანა და დათო, მე დავემხობი მიწაზე ლოცვად, მათი სავალი გზა რომ გავატბო. ვაგლახ ვერ აისრულა დანათადმები, ზღვამ მიისაკუთრა მისი ბიჭების სულები. ზღვის სტიქიამ დაამარცხა მათი მჩქეფარე სიცოცხლე. მერე თამარი დაოჯახდა და მის ოჯახშიც გაიზარდნენ ვახო და დათო, სალომეც. ტიტების მშვენიერებით იყო ავსებული მათი გარემო და ირგვლივ ყოველი. ნათელი ივანებდა მათ საუფლოში, როცა შვილიშვილები ესტუმრებოდნენ, როცა სახლი სულ სხვანაირი სინათლით ივსებოდა ხოლმე. დღეს სიტყვები უძლურია დედის მწუხარების გადმოსაცემად, მან ხომ 3 შვილი მიაბარა მიწას. ახლა ვალერი დაბუნიარობს თამრიკოს ნალოლიავებ ტიტებში და თვალებსა და გულში ნაღվել ჩაკირული მოგონებებს მინდობია მხოლოდ. ქარი ახლა საალერსოდ მიწევს, იამინდა გადაიყო თოვა. ნეტავ ჩვენ რომ არ ვიქნებით იმ წელს, რანაირი გაზაფხული მოვა. კვლავ ეს ფერი თუ ექნებათ ნისლებს ან ცის თაღებს, ცისფრად შემოგარსულთ ან ტყემალი ემსგავსება ისევ ქორწილიდან გამოპარულ ასულს. თებსავ ძრავდით სასურველის პოვნად, გავდით შინით მყვირალობის ირმებს, ან იმ ქვეყნად მიგვდევს ვინმეს ხსოვნა, ან ამ ქვეყნად ვეხსომებით ვინმეს. ქარი ისევ საალერსოდ მიწევს, სულს მოსწყურდი, გადაიყო თოვა, ნეტავ ჩვენ რომ არ ვიქნებით იმ წელს, რანაირი გაზაფხული მოვა.